ამერიკის მესამე სპეცოპერაცია ბოლო ერთ კვირაში რუსული ტანკერების წინააღმდეგ მარინერასა და M-Sophias შემდეგ ამერიკის სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი კარიბის ზღვაში დააკავეს. ოპერაცია ხომალდ ოლინაზე უკვე ოფიციალურად დადასტურდა ნავთობ-ტანკერის სანქციების გვერდის ავლით მოძრაობდა. დამნაშავეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს, ნათქვამია სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ირანის პროტესტი კიდევ 16 ქალაქში გავრცელდა. BBC ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების რუკას აქვეყნებს. მათი განმარტებით რუკა აჩვენებს ქალაქებს, საიდანაც დადასტურებულად ვრცელდება საპროტესტო მოძრაობების ამსახველი კადრები. ქვეყანაში მეორე დღეა ინფორმაციული ვაკუუმია, რადგან ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაციები გათიშულია. პირველად მადუროს დაკავების შემდეგ ამერიკის დელეგაცია ვენესუელაში ჩავიდა. CNN-ი ამერიკის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტს წინ უძღოდა შტატების ოფიციალური პირების ინიციატივა, რომ კარაკასში ხელახლა გაიხსნას ამერიკის საელჩო. ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტის მიზეზად მოსამართლემ გიორგი წულაიას განუმარტა, რომ საქმე სისხლის სამართლებრივ ნიშნებს შეიცავდა. შემდგომი რეაგირებისთვის საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცეს, წერს წულაია.